ენერგეტიკა მოდის ემოციებისგან. ეს არის ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ქმნის მე ენერგიებს. ოღონდ ერთ საინტერესო მინდა გითხრათ, რომ ხო არის ამ ცხოვრების ენერგია, ამ ცხოვრების განცდები. ეზოთერულად ჩვენ გვაქვს უამრავი ინკარნაციების, მთელი სულის ისტორიის, იმ არადისობაში გაშვებული სულის ისტორიის ემოციებიც ჩაბეჭდილი. მაგალითად, ვედურ ასტროლოგიაშიც არის ამაზე საუბარი, ვედურ ფილოსოფიებშიც არის ამაზე საუბარი, კარმულ ასტროლოგიაშიც გვაქვს ეს, რომ არის წინაცხოვრებები და არის ადამიანის სულის სამშვენელი, რომელიც ბევრ შრეში მოქმედებს. და აი ამ ბევრ შრეში ენერგეტიკა ნენალა ეწერება ჩვენი წარსულიდან. მაგას ემატება ამ ცხოვრების ემოციები, სტრესები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ემატება მას არ განცდილი, გაუცნობიერებელი ემოციები. ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხოლმე როგორც წესი, რაღაც სიტუაციაში რო ვართ და რო ვაკონსერვებთ ამ ყველაფერს, ვერ ხვდებით ბოლომდე რა სიტუაციაში ვართ, აი ის გადადის უკვე ღრმა ემოციურ შინაგან ბლოკებში. აი ენერგეტიკული ცენტრები, მაგალითად იოგა პირდაპირ აი ამ ჩაკრებზე, ენერგეტიკულ ცენტრებზე მუშაობს. ტაიჩი იქნება, სხვადასხვა თქვა და აღმოსავლური პრაქტიკები იქნება, სულ იყო უფრო მთავარი ენერგია და მერე ფიზიკური სხეული. სხვათა შორის ეს ასტროლოგიაშიც ჩანს, მე ადრეც გითხარით სამედიცინო ასტროლოგიაზე ვიდეო რო გავაკეთე, იქაც მქონდა საუბარი. ბევრ სხვა ვიდეოში ვსაუბრობ, რომ ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები პირდაპირ ჯერ ენერგეტიკას უკავშირდება. დიდი ხანი გროვდება ეს ჩვენ სხეულში და თუ თქვა ბავშვობის ასაკში გქონდა რაღაცა ისეთი პრობლემები, ეს ყოველთვის უფრო უკავშირდება წინა ცხოვრებებს, რომელიც მშობლების ენერგეტიკასთანაც ძალიან მჭიდრო კავშირი არის და ჩვენ რაც მოვიტანეთ წარსულიდან, ჩვენ მშობლებს შეიძლება ეს პრობლემები გქონდეს. და ეს ემთხვევა ერთმანეთს და მერე ის გადადის უკვე სერიოზულ პრობლემებში, ხომ კარმულ ასპექტს გულისხმობ აქ. ჩვენ შეგვიძლია თვითდიაგნოსტიკით გავიდეთ იმ ენერგობლოკებზე, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ ვხვდებით, რო გვაქვს. ანუ ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენ ემოციურ სამყაროში აბსოლუტურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობს ჩვენი მე, მეგობრებო და აბსოლუტურად სხვა ცხოვრება არის ცნობიერი მეს ცხოვრება. მატერიალური ცხოვრება აბსოლუტურად სხვა არის. იქით პროცესებში, იქ ნამდვილი რეალური ადამიანი ჩანს. ადამიანი თუ არის ღრმა დეპრესიაში ან შიში, რო კვდება იგივე ემოციები გაყვებაო თან. სხვა შეს ბევრი ადამიანი, ვინც ჰიპნოზი იყო, ზუსტად იგივე ნახეს. რომ იგივე ემოციები ქონდათ გაყოლილი, თქვა სხვადასხვა ცხოვრებებშიც, ხომ?